ხშირად გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ გვხვდება სირთულეები ცხოვრების გზაზე? რატომ გვიწევს ტკივილის, იმედგაცრუების, დანაკარგების ან წინააღმდეგობების გავლა? ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ღვთისმსასჯელია, მაგრამ თუ უფრო ღრმად შევხედავთ საკითხს, დავინახავთ, რომ სირთულეები ხშირად სასჯელი კი არა, გაკვეთილებია. ისინი ჩვენი სულის განვითარების გზაზე აუცილებელ საფეხურებს წარმოადგენენ. წარმოიდგინე მოსწავლე, რომელიც სკოლაში დადის. თუ მას გამოცდები არ ექნება, ის ვერ გაიგებს, რამდენად აითვისა ცოდნა. ასევეა ჩვენი სულიც. მისი დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი მიზანი ამქვეყნიური გამოცდების მიღება და ცნობიერების გაფართოებაა. სწორედ ამიტომ ყოველი გამოწვევა გვაძლევს შესაძლებლობას გავიზარდოთ, გავძლიერდეთ და საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ. როდესაც ცხოვრებაში სირთულე ჩნდება, ის თითქოს სარკედ იქცევა. გვაჩვენებს ჩვენს შიშებს, შეზღუდვებს, არასწორ რწმენებსა და იმ ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ გვჭირდება განვითარება. თუ ადამიანი სირთულეს მხოლოდ სასჯელად აღიქვამს, ის ტკივილში რჩება. მაგრამ თუ მას გაკვეთილად ხედავს, იწყებს კითხვის დასმას, რის სწავლებას ცდილობს ჩემთვის ეს გამოცდილება. შესაძლოა ცხოვრებისეული გამოწვევა გვასწავლიდეს მოთმინებას, შესაძლოა გვასწავლიდეს უპირობო სიყვარულს, პატიებას, პასუხისმგებლობას, შინაგან სიმტკიცეს ან საკუთარ თავზე ნდობას. სამყარო მუდმივად ცდილობს ჩვენი ცნობიერების გაფართოებას. ყოველი გაკვეთილის წარმატებით გავლა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენს ცხოვრებაში. რაც უფრო იზრდება ადამიანის ცნობიერება, მით უფრო ნაკლებად სჭირდება მას კაცრი გაკვეთილების ათვისება. როდესაც ბავშვი პატარაა, მშობლებს ხშირად უწევთ მისი გაფრთხილება და შეზღუდვა. მაგრამ როდესაც ის იზრდება და პასუხისმგებლობას თავად იღებს, კაცრი კონტროლი საჭირო აღარ არის. იგივე პრინციპი მოქმედებს სულიერ განვითარებაშიც. თუ ადამიანი თავად აცნობიერებს საკუთარი აზრების, სიტყვებისა და ქმედებების მნიშვნელობას, თუ სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და სიბრძნით ცხოვრობს, მაშინ ცხოვრებისეული გამოცდებით სუბუქდება. ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ადამიანი იწყებს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას. ის აღარ ადანაშაულებს სამყაროს, სხვებს ან თუნდაც საკუთარ ბედს. ის ხვდება, რომ ყოველი გამოცდილება გარკვეულ სიბრძნეს ატარებს. სწორედ ამ დროს იწყება შინაგანი თავისუფლება. სირთულეები აღარ აღიქმება მტრებად. ისინი იქცევიან კეთილმასწავლებლებად, რომლებიც გზას გვიჩვენებენ. რაც უფრო მეტად ვითარდებით სულიერად, მით უფრო მეტად ცხოვრობთ სიყვარულში, სიმშვიდესა და ჰარმონიაში. ამ მდგომარეობაში კი მძიმე გაკვეთილები თანდათან კარგავს აუცილებლობას, რადგან უკვე შეგვიძლია მათი არსის გაგება ტკივილისა და წინააღმდეგობების გარეშე. ამიტომ, როდესაც შემდეგ ჯერზე სირთულეს შევხვდები, ვკითხე საკუთარ თავს, რას მასწავლის ეს გამოცდილება? შესაძლოა სწორედ ამ კითხვაში იმალებოდეს ის გასაღები, რომელიც ახალ ცნობიერებას,
ახალ შესაძლებლობებსა და უფრო ნათელ რეალობას გაგიხსნის. გახსოვდეს, შენ არ ხარ აქ დასასჯელად მოვლენილი. შენ აქ ხარ იმისთვის, რომ ისწავლო, განვითარდე, გაიხსენო შენი შინაგანი ძალა და სულ უფრო მეტად გამოხატო შენში არსებული ღვთაებრივი სინათლე. და როდესაც გაკვეთილს სიყვარულით მიიღებ, გზა გაცილებით მსუბუქი, ნათელი და სასიხარულო გახდება. ანუ ცხოვრებისეული სირთულეები ყოველთვის დაბრკოლება არ არის. ხშირად ისინი შინაგანი ძალის, სიბრძნისა და ცნობიერების გაღვიძების შესაძლებლობაა. ისინი მიგანიშნებენ ღვთაებრივი უპირობო სიყვარულისკენ, შინაგანი ზრდისა და საკუთარი სინათლის აღმოჩენისკენ. მაშინ, როდესაც ადამიანი სწავლობს თითოეულ გამოცდილებაში გაკვეთილის დანახვას, მისი ცხოვრება თანდათან უფრო მშვიდი, ჰარმონიული და ნათელი ხდება. სიყვარული, სიბრძნე და ცნობიერება ეს არის გასაღები, რომელიც ცხოვრების ყველაზე რთულ გამოცდებსაც კი გარდაქმნის სულიერი ზრდის შესაძლებლობად. დაე სინათლე, მშვიდობა და ღვთაებრივი სიყვარული მუდამ იყოს შენი ცხოვრების გზაზე. გისურვებ კომფორტულ ტრანსფორმაციას, შინაგან სიმშვიდესა და უსაზღრო ბედნიერებას.